ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის სადებიუტო ფრენა შედგა. Blue Origin-ის მიერ შექმნილი აპარატი თბილისის დროით 16 იანვრის 11 საათსა და 3 წუთზე კანაბერალის კონცხზე მოწყობილი კოსმოდრომიდან ჰაერში წარმატებით აიჭრა. 12 წუთის შემდეგ რაკეტის ზედა საფეხურმა კოსმოსში უსაფრთხოდ გააღწია, რაც ამ მისიის უმთავრესი მიზანი იყო. რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების პირველ საფეხურს, ის ატლანტის ოკეანის ზედაპირზე განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო. მართალია, მან ატმოსფეროში შესასვლელად 3 ძრავა აამუშავა, მაგრამ გეგმის მიხედვით დაშვება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად კომპანიაში ამბობენ, რომ ამას ელოდნენ და სამაგიეროდ ღირებული მონაცემები შეაგროვეს. 98 მეტრიანმა New Glenn-მა აქამდე გრძელი გზა განვლო. ის პირველად ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პირველი საფეხურის ძრავების შექმნის დაყოვნებამ მისიის გადავადება გამოიწვია. სხვადასხვა მიზეზის გამო ფრენა 10 და 13 იანვარსაც გადაიდო, მაგრამ 16 იანვრის მცდელობამ საბოლოოდ გაამართლა. ეს რაკეტა ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი Falcon 9-ის პოტენციური კონკურენტია, რადგან ისიც მრავალჯერადი გამოყენებისაა. Blue Origin-ს სულ მცირე 25 ფრენა აქვს დაგეგმილი და კლიენტებიც ჰყავს. მათ შორის NASA, ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები, Ast Space Mobile და სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ასევე შესაძლებელია ორბიტაზე მან გაიტანოს Amazon-ის პროექტ Kuiper-ის სატელიტებიც, რომელიც ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას. New Glenn-ის ტვირთის ტევადობა 50 ტონაა, რომელსაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანს. 2025 წლის გაზაფხულზე ამ რაკეტით კოსმოსში მარსის ზონდებს გაუშვებენ, რაც მისია ესკაპადეს ფარგლებში იგეგმება. უკანასკნელი ფრენა Blue Ring Pathfinder-ის სახელით ცნობილი ხომალდის სატესტო ვერსიის გამოცდასაც ემსახურებოდა. მის საკომუნიკაციო ტექნიკურ შესაძლებლობებზე დაკვირვება 6 საათს გაგრძელდა. იგი თავდაცვითი ინოვაციების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იქმნება და გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაახლოებით 3000 კილოგრამის გატანას შეძლებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.